თავიდან მხოლოდ ონლაინ გადახდებში მეხმარებოდა. ერთხელ მითხრა, გადარიცხვები უფრო მარტივად რო უმართო, შენი ბარათის მონაცემებს ჩემთან შევინახავ. დავთანხმდი. ეს ხომ მხოლოდ საქმეს გაამარტივებდა. 27 წლის ქეთი ფიქრობდა, რომ გვერდით მზრუნველი ადამიანი ჰყავდა და იმდობოდა. სწორედ ეს ნდობა გახდა მისი თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებული იარაღი. მერე ბარათზე შეტყობინებები საკუთარ ტელეფონში გადაეტანა და მალევე მივხვდი, რომ ის უკვე ყველა ჩემს შენაძენს ამოწმებდა და დაიწყო კიდეც კითხვები. ეს რატომ იყიდე? ეს რაში დაგჭირდა? ამის ყიდვა ახლა აუცილებელი იყო? იმ დღიდან ჩემი ფული აღარ იყო ჩემი. არჩევანიც გაქრა და ზრუნვა კონტროლად გადაიქცა. თუ გგონია, რომ შენ გითვალთვალებენ, გაკონტროლებენ, გაშანტაჟებენ, ამ ზრუნავენ. იცოდა ეს დანაშაულია და დახმარება არსებობს. თუ გჭირდება მხარდაჭერა, ეშინი ან ვერ ხვდები როგორ მოიქცე, დაუყოვნებლივ მიმართე პოლიციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან იპოვე შენს რეგიონში მოქმედი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, სადაც აგიხსნიან სამართლებრივი დაცვის გზებს, დაგეხმარებიან შენი უფლებების დაცვაში. დახმარება უფასოა, ანონიმურობა დაცული. გახსოვდეს, ციფრულ სივრცეში კონტროლი და დაშინება ძალადობაა. ამოიცანი, ისაუბრე, იმოქმედა.